აბა მეც გამოვჩნდი ცოტა ტუჩსაცხი შევისწორე მიკროფონს რა თქმა უნდა ან თავი უნდა კონდეს მოძრობილი ან რა ვიცი 1000 საშნელი უნდა დაემართოს ერთი ვნახავ აბა იქნება ჩანთაში მაგ და აღარ გავწვიტავ ვიდეოს არ არის რა თქმა უნდა იმიტომ რომ ესე იგი არ ვაქცევ ხოლმე ყურადღებას ამ მიკროფონს თავი აქვს თუ არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისმის დარწმუნებული ვარ და ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი მოკლედ განახეთ უკვე ეს ულამაზესი კაფე ქვია კაფე კონცერტო ძალიან მდიდრული ძალიან ძვირად ღირებული კაფე არის ხო და აქ მოვედი დავუკარი ახლა დავამთავრე ჩემი პროგრამა და მინდოდა რომ ესე იგი ერთი ისტორია უნდა მოგიყვეთ ჩემო ძვირფას მოკლედ იმ გოგოების საყურადღებოდ ვისაც გონია რომ ჯერ უნდა წონაში დაიკლოს მერე უნდა მოიწესოს სახის კანი გაიკეთოს ბოტოქსი დაიბეროს ტუჩი თმები შეიღებოს და ასე შემდეგ იმისათვის რომ მამაკაც მოეწონოს სრულებით შემცდარ ხართ ჩემო ძვირფასებო იმიტომ რომ ეხლა გავხდი მოწმე ასეთი რაღაცის ესე იგი ცოტა შოკი მაქვს მაგრამ უნდა ვთქვა აი ამ ძალიან ფეშჩენებელურ და მაღალი დონის კაფეში რესტორანი კაფე წეღან ხედავ ესე იგი ვუკრავ პიანინოზე და შოკი დავემართა ამერია ხელები ამიბლანდა მოდის ალბათ ამერიკელი იყო ეს კაცი ზუსტად ვერ ევროპელი ალბათ უფრო ამერიკელს გავთ ჩაცმული დახურული მაღალი სიმპათიური ტიპი და ვდრუგ გვერდზე ეჩითება აზიური წარმოშობის ქალი, მაგაზე უფრო ასაკიანი, პლუს თმა დაუბანელი, ფლოსტებით, რაღაც მართლა ფლოსტები ეცვა, ტუალეტში მიდევს ეგეთი ფლოსტები მე შესასვლელში. ხონა? ეს ფლოსტები, თმები აწეწილი, რაღაცა არავის შეურაცხყოფას არ ვაყერ, მაგრამ დაუბანელი ჭუჭყიანი, აი ეგეთ შთაბეჭდილებას როტოვებს ქალი, ხო იცით და ამ კაცის გვერდზე, ამ კაფეში და რესტორანში არ შემოპლაყუნდა, იმინა შემოპლაყუნდა. ესე იგი ეს რას ნიშნავს გოგოებო? ნიშნავს და ეს როგორი წარმოსადეგი კაცი იყო? აი ცოტა გულმა შემომიტია. ხო და ეს იმას ნიშნავს გოგოებო, რომ თქვენ თუ იცით კაცს როგორ მოექცეთ, იმ კაცს საერთოდ არ დააინტერესებს როგორ გამოიყურებით თქვენ. აი საერთოდ. რო იძახიან კაცებს თვალები თუ უყვართ. თვალებით არა იმით უყვართ კიდე. კაცებს უყვართ, როდესაც თქვენ ასე ვთქვათ გაქვთ სწორი მიდგომა მამაკაცების მიმართ. ძალიან ბორმა მომწერა გოგოებმა, როგორ დაგიკავშირდეთ არ ვიციო და გოგოებო TikTok-ზე აკრიფეთ ინგლისური ასობით თამო 3703 და იქ შეგიძლიათ მომწეროთ. გაითიშა. თამო 3703. აი იქ შეგიძლიათ რომ მომწეროთ გოგონებო და შევთანხმდეთ კონსულტაციაზე. ეხლა მაგალითად ჩემი კონკრეტულად ჩემი ინდივიდუალური და პერსონალური მაგალითი როგორი იყო. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვარ ძალიან გულახდილი ბლოგერი რა ვიცი ყველაფერი და ყოველთვის ვიძახი ყველაფერს გულახდილად მე ჩემა ქმარმა ეხლადელმა მანამდე ორი მყავდა კიდე დასკდით გულებზე ხო და თუ ეს წესიერად არ მოიქცევ ამასაც მივანახუილებ ხო რო გავიცნო იცით რას მეუბნება მე ძალიან თავდაჯერებული ქალი ვარ ეხლა ზოგადად ისედაც არა ვარ მე ძალიან ისეთი გამხდარი და რაღაცა მე საკმაოდ ისეთი ხორციანი ფორმები მაქვს ქალური ხო და მეუბნები მე შენზე გამხდარი გოგოები მომწონს ამ ჩემ ფეხავს მეოთხარ თუ მოგწონს გამხდრები აი დარდი რო დამპატიჟა მოდი მეოთხარი მეთქი ვიფიქრდი კარგად შევჭამ დავლევ მეოთხარი ერთი რამოდენიმე კაი საჩუქარსაც მივიღებ ამისგან და მე გავუშვებ ნახუიზა მეთქი მაგრამ შემომენა ხუილა გოგო და შემომეტენა აბა სულ აღარ აინტერესებდა მე გამხდრები მოსწონს თუ ისენი ხორციანები და მე ეხა მეუბნება რომ თურმე ხორციანები უფრო მოსწონს ამიტომ გოგოებო არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და ესე ზუსტად მახსოვს ესე რესტორანში ვზივარ და მეუბნება აბა ადიქი ერთიო დატრიალდიო მაგას ეგონა ახლა არ დავტრიალდებო ისე კარგათაც დავტრიალდი გადმოვტრიალდი კიდევაც აბა ასე რომ თავს ზედმეტად ნუ იწუხებთ გოგოებო თუ არ იცით კაც როგორ მოექცეთ და როგორ მიუდგეთ აი თქვენი ლამაზი მორდაჩკა და ბოტოქსებული სახე არავის ვერ აინტერესებს, ყველას აინტერესებს, როგორ გრძნობს მამაკაცი თქვენს გვერდით თავს. შეხედეთ, მამაკაცს უყვარდებით არა თქვენ, არამედ შეგრძნება იმის თქვენს გვერდით, როდესაც არის, რას გრძნობს მაგ დროს. ამიტომ ძალიან კარგად უნდა იცოდეთ
ნეირონებზე, ტვინის ნეირონებზე როგორ უნდა იმოქმედოთ. ერთ-ერთ ფიშკას გასწავლით გოგონებო, გაუკეთეთ ტესტი. აი მაგალითად გავხსენით რამოდენიმე თემა: სამსახური, ბავშვობა და ძველი პარტნიორი. და ნახეთ რომელზე წამოეგება. თუ ბავშვობაზე ეგება, ბავშვობაზე დაუსვით ბევრი შეკითხვები, რომ კარგ ემოციებში წამოვიდეს. თუ სამსახურზე, თუ ორივეზე ერთად. აუცილებლად შეაკეთ, უთხოვეთ, უი მართლა, რა ჭკვიანი ხარ, დედა, რამხელა გამოცდილება გაქვს. აი ესე გოგოებო, კარგად. აი გეგონი ჩათვალეთ, რომ პატარა ბავშვს ელაპარაკებით. აი ესე. მე მაგალითად ჩემი ქმარი სახლში რომ მოდის სამსახურიდან, აი ბავშვი დღიურს რომ მოიტანს, ხო იცით სკოლიდან. აი ესე ვეკითხებ ხოლმე, აბა დღეს რა მოხდა? აბა ხელი აიწიე? ოღონდ ხელი აიწიე, არ ვიცი, აბა უფროსთან რა ხდებოდა? ჩემი ქმარი თვითონაც უფროსია, მაგრამ კიდე უფრო ზემდგომი უფროსები წავს, მაგრამ აბა რა ხდებოდა? დაგიძახა? რამე გკითხა? მოკლედ იქ არ მუშაობ მე, ხელფასი არ მაქვს, მაგრამ ყველაფერი ზეპირად ვიცი. იმიტომ ყველაფერი ზეპირად ვიცი შეუძლიათ რომ მომცენ ხელფასი. პეტრე გოგოძის აქ და მიყინის ასე რომ აი ეგეთი ამბავია. შეგიძლიათ ვისაც გაინტერესებთ როგორ უნდა მიუდგეთ თქვენს პარტნიორს რომ ისე მოახდინოთ ყველაფერი როგორც თქვენ გინდათ, აუცილებლად მომართეთ კონსულტაციებზე. ჩემთან არსებობს 30 წუთიანი, 45 წუთიანი და 1 საათიანი კონსულტაციები და შეგვიძლია გავისაუბროთ. ეხლა მე არავითარ შემთხვევაში არ ტრანსლირებ, რომ თქვენ თავს არ უნდა მოუაროთ, იმიტომ რომ მე ვარ პირველი, რომელიც ყოველთვის იცახის, რომ თავი უნდა გქონდეს ყოველთვის ძალიან მოვლილი. როგორ უნდა მოუაროთ საკუთარ თავს და გქონდეთ fresh look-ი, ვისაც გაინტერესებთ გოგოებს, მაგასაც ჩავწერ, ჩემ ფიშკებს ჩავწერ, რას ვაკეთებ ხოლმე და როგორ. რაც შეეხება კოსმეტოლოგიას, კი ბატონო, ბოტოქს ვიკეთებ 28 წლიდან, ეხლა ვარ 33-ის, არ ვმალავ. ვიკეთებ იმისათვის, რომ შევინარჩუნო ახალგაზრდობა, ვიკეთებ ტუჩებს და ხან ბურთები მაქვს და ხან არა მაქვს. კიდე ასე ვიკეთებ, ხო. ბოლოს ესეც გავიკეთე, ეს ლაინი აქ, მაგრამ ეხლა რომ ჩამოვალ საქართველოში კიდე უნდა დავიმატო. და აი ასე გოგოებ. ასე რომ არაფერს არ ვმალავ. განსაკუთრებით ბიჭებს აინტერესებთ ხოლმე რომ შეისეთო და შეესეთო TikTok-ზე მიწერენ ხოლმე და ვინცაც რა კითხვა გაქვთ ბიჭებო, დაჟე ისეთი კითხვები, რომელსაც გონიათ რომ პასუხს ვერ გაგცემთ, გაგცემთ. მე არ მაქვს პრობლემა. მე არ მაინტერესებს ხალხის აზრი. მე მაინტერესებს მე რას ვფიქრობ ჩემ თავზე და ჩემი გარშემო ოჯახის წევრები, ისიც ნაკლებად, მაგრამ მაინც ცოტათი 10% და ყველაფერზე გულახდილად შემიძლია გიპასუხოთ. დაჟე ისეთ კითხვებზე, რომელიც უხამსიათ უგნებავთ, არც ეგ არ მაქვს პრობლემა. ასე რომ კიდე რა მინდოდა რომ მეთქვა. ხო, გოგოებო, იცით რა მინდა? ვისაც გაინტერესებთ ლაიფჰაკები გოგონებისთვის, რომლებიც ცოლები ხართ და თუ გინდათ რომ ქმარი, თუ გგონიათ რომ ქმარი გღალატობთ, რა უნდა გააკეთოთ და ვინც კიდე მესამე პირები ხართ ურთიერთობაში, თუ გინდათ რომ გააგიჟოთ იმისი ცოლი, მაგ ლაიფჰაკებსაც ჩავწერ პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ უნდა გააკეთოთ, გაჩნია რა გინდათ. ასე რომ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მომმართოთ გოგოებო. და აუცილებლად გავისაუბროთ და ვნახოთ რა და როგორ. სად? TikTok-ზე. თამო 3703 აკრიფეთ ინგლისური ასებით და შემომიერთდით. ეხლა წავედი. უნდა ჩამეყავა ჩკა დავლია ბალამდე. გემშვიდობებით, დროებით.